ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა ცხადია უკავშირდება თქვენს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდა თუ არ ვშტები გუშინ თუ გუშინ წინ, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ თქვენ არ აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ისე რომ ამას დისკუსიის საგნათაც არ განიხილავთ. თუ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ არ შეიძლება ამ თემაზე დისკუსიის გახსნა მაინც? ან მსჯელობა იმის თაობაზე, რითი შეიძლებოდა ეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციური კალენდრის ნაწილია, ქცეულიყო ბრძოლის ახალ ეტაპად. არა, დისკუსია ყველაფერზე შეიძლება და სანამ ამ განცხადებას დავწერდით, ჩვენც გქონდა მსჯელობა ბუნებრივია. ეგ თქვენი პარტიის შიგნით. პარტიის შიგნით, რა თქმა უნდა. მე გულისხმობ მულტიპარტიულ დისკუსიაზე, საზოგადოებრივ დისკუსიას, რატო ჩაკეტეთ ყველა კარი ამ დისკუსიას. მე მხარს უჭერ ყველანაირ დისკუსიას და თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა. და ამას აქვს თავისი მიზეზი, რა თქმა უნდა, მიზეზების მთელი რიგი. ну დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში. გავაგზავნოთ იმით, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იტაცებენ ქუჩიდან და აპატიმრებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ უფრო მეტად არის ახლა დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, ვიდრე აქამდე იყო. საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უსამართლო და არათანასწორ პირობებს ქმნის ყველასათვის. სასამართლო იქცა ალესილ מחვილად მოქალაქეების წინააღმდეგ და არა ფარად, რომელმაც ისინი უნდა დაიცვას. ხომ? ამიტომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ ეს არჩევნები უნდა იყოს. ის, რასაც გეგმავს ქართული ოცნება რომ ჩაატაროს, არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ქართული დემოკრატიის დასამარების პროექტი და ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენი მონაწილეობით ვერ დავეხმარებით იმ საქმეს, რომ ქართული ოცნება ჩამოცილდეს ძალაუფლებას. და პირიქით შესაძლოა ნებსით უნებლიეთ ამოჩნდეთ აი იმ სცენარის მონაწილეები, რომლებშიც ვართ. ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ იმ პირობებში, როდესაც არის ქვეყანაში ასეთი უსამართლო საარჩევნო გარემო, ასეთი უსამართლო ცხოვრება ზოგადად, რასაც ვხედავთ, ყველას ეხება. ანუ თქვენი ეს გადაწყვეტილებაც პირობითია, როგორც გავიგე. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ანუ თუ რაღაცა ტიპის მოთხოვნები დადგა საერთოდ ოპოზიციის მხრიდან, ამას წარმოეშველა დასავლეთის ზეწოლა, რეალური, სერიოზული, ძალიან კონკრეტულ საქციების ალბათობასთან, გაძლიერებასთან მიბმული და ასე შემდეგ. მთელი რიგი ეკონომიკური წინაპირობებისაც და სხვა ბევრი ფაქტორი, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება ივანიშვილი აიძულოს, გადადგას რაღაც ნაბიჯები, თქვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არის ორი მთავარი ამოცანა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. და ასევე უნდა შეიცვალოს, და ასევე უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. თუ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ეს პლენად ცვლის მაშინ სურას და იქ თვითმმართველობა მიყვება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმაში მონაწილეობას მიიღებ თუ არა. არა, შესაძლოა კონდეს, მაგრამ ნუ კი, ნუ ყოველ შემთხვევაში მაგრამ თქვენ კითხავთ, იმიტომ რომ თქვენ მონაწილეობთ ხოლმე ამ შემთხვევებში სალომე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან იმ ფორმატში, ეს ფორმატიც წესით არ გჭირდებათ ალბათ თქვენს ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობის თემების მაგიდასთან განხილვის. ზოგადად საზოგადოებასა და მაყურებელში რაც იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას არის ზუსტად ის, როდესაც ძალიან ნედლი იდეები და ერთმანეთთან ძალიან წინააღმდეგობაში მყოფი გამოდის ისე, რომ ჩდება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ კომუნიკაცია არ არსებობს. მაგ შემთხვევაში მით უმეტეს, როცა ერთი მაგიდის გარშემო შეხართ, ლამის კვირაში ორჯერ და განცხადებებს აკეთებთ. ყოფილა თუ არა ეს თემები განხილული თქვენს კოლეგებთან, ლელოსთან? ამ საკითხზე პლატფორმამ გააკეთა განცხადება და სანამ ის განცხადება გაკეთდებოდა, ყველა ამ პლატფორმაში მონაწილე პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა ამაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მონაწილეობთ ყველა იმ დისკუსიაში, რომელშიც შესაძლოა ჩვენ გავაკეთოთ რაღაც ახალი საქმე იმისთვის, რომ გადავარჩინოთ დემოკრატია, თავისუფლება და გავესტუმროთ ქართული ოცნება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის ფორმატი იქნება თუ რაიმე სხვა ფორმატი, მათ შორის ის ფორმატები, რომელსაც ჩვენ თვითონაც ვქმნით დიალოგებისთვის სხვადასხვა ჯგუფებთან და მიმდინარე ამბავია, ყველგან ვიქნებით, ყველა მაგასთან. რო იქნებით, ეგ კი საინტერესო, მაგრამ შედეგზე ვამახვილებ ახლა მე ყურადღებას, თორე ყველგან ყოფნის სურვილი თავისთავად მისასალმებელია, მთავარია პოლიტიკურ შედეგში როგორ აისახება და ბაკურს მინდა ზუსტად ვკითხო, სად არის ეს შედეგი.
თქვენ როგორც ამავე დროს მეცნიერებიდან მოსულმა ადამიანმა, ახლა უკვე როგორც პოლიტიკოსმა შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ თავისუფლების მოვედნის ალტერნატიული ხედვა, რაში მდგომარეობს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შეჩერება და დემოკრატიისკენ სვლა მიზანი ქვია. თავარი იქნება, რომ აი ეს პროტესტის შინაარსი, რომელიც ნათელია მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის საზოგადოების სამწუხაროდ, გახდეს ასეთივე ცხადი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის. ერთი დასკვნა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თავისუფლების მოედანმა, არის ის, რომ სამწუხაროდ პროტესტი შეეხო მხოლოდ საშუალო ფენას და ჯერჯერობით მოსახლეობის უმრავლესობამ ისე ახლოს ვერ მიიტანა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომ ის თავისუფლებების დაკარგვა, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვიბრძვით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომელიც სამწუხაროდ თვლის, რომ თქვათ ის სოციალური დახმარება, რომელსაც ის ღებულობს, ის დასაქმება, რომელიც მას სიპებში აქვს, მთავრობის მიერ შექმნილ აიპებში აქვს, ეს არ არის, თქვათ, ქართული ოცნების წყალობა, არამედ ეს არის აი მავნე გამოსავალი იმ სიტუაციიდან, როდესაც ქართულმა ოცნებამ რეალურად ვერ შექმნა სამუშაო ადგილები და ვერ შექმნა ღირსეული ცხოვრების პირობები ამ ადამიანებისთვის. ეს არის ჩემი აზრით ის, რაც უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე და თანდათანობით უნდა მივიტანოთ ეს ამას თუ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამ ეტაპზე ვერ ხვდება და ამეთანხმებით, რომ აქ ბევრი პრობლემაა, ხო? სიღრმისეული, დემოკრატიული კულტურის დეფიციტი, რომელიც ჩვენ ერთ ქვეყანას არ ექნებოდა. ჩვენი სასკოლო და უმაღლესი განათლების პრობლემები, სადაც მიზეშედეგობრივი კავშირების დადგენა კვლევებითაც ჩანს, რომ ადამიანები საკმაოდ დიდ ნაწილს ზრდასრულ მოსახლეობას უჭირს. ანუ თქვენ ახლა მე მელაპარაკებით ისეთ ამოცანებზე, რომელიც არის აუცილებლად სამუშაო, მაგრამ რთულად და დროში გაწელილად მისაღწევი. თქვენი ოპონენტი გეტყოდათ ახლა სხვა იმადგან, რომლებიც აი ამ არჩევნების შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკურ მნიშვნელოვან ფაზას უყურებენ, რომ სწორედ ასეთ ადამიანებთან მისვლის და შემდეგ ამ ადამიანების მობილიზების შესაძლებლობას წარმოადგენს ხოლმე არჩევნები. იქ ყველაფერი ძალიან მარტივადაა გასაგები, მოდიხარ, უნდა მიცე მოწინააღმდეგეს, ხელისუფლების და ვიღაცას ოპოზიციიდან ხმა და ასე შემდეგ. რა ალტერნატიული პროცესი წარმოგიდგენიათ, რომელიც თუნდაც იმ მუნიციპალური არჩევნების ამ შემთხვევაში შეიძლება სრულიად უადგილო შესაძლებლობებს, ხო? ეხლა იქ თვითმმართველობის არჩევნებში როცა ქვეყანა მთლიანობაში თავზე გვემხობა და რუსეთში მიგვაქანებენ და მედიებს ხურავენ და ხალხს უპრაგონოდ იჭერენ და ქალებით იზოლატორებს სტენიან, გოგოებით, ბავშვები და ასე შემდეგ. ამ ფონზე ხა კანალიზაციის და სხვა რაღაცების მოგვარების პრობლემას წინაპლანზე ვერ წამოიღებდა. იმ ხალხს, რომელსაც თქვენ ვიზეც მელაპარაკებით, რომ მიხვალთ იმ სოფლებში, ისინი მაგას დაგიწყებენ ლაპარაკს. იმ შემთხვევაშიც. ოღონდ იმ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს ხალხი, როდესაც შენ სტუდენტს უშვებ, ასე ვთქვათ, ციხეში იმის გამო, რომ მან გააკრიტიკა, ვთქვათ, მთავრობის პოლიტიკა, რატომ არის დაკავშირებული იმასთან, რომ შენ არა გაქვს წყალი, შენ არა გაქვს კანალიზაცია და შენ არა გაქვს არჩევანი. ეს არის, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ და გადავთარგმნოთ. მართალია, ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, საშუალება ამისთვის არის არჩევნები ამ კამპანიის საწარმოებლად, მაგრამ ამ პირობებში, აი ახლა როგორც ჩვენს მივიღეთ, ხომ, გადაწყვეტილება, თვლით რომ გარკვეული წინაპირობების შესრულების, აი უპირობო შესრულების გარეშე ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა იქნება წამგებიანი ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ოპოზიციას არ გააჩნია გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ძალები ოპოზიციაში დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციას იკავებენ ამ საკითხთან მიმართებაში. ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე არ მონაწილეობა. თუმცა შესაძლებელია ამ პროტესტის ფოკუსირება ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელიც იქნება, თქვათ, არა მარტო ბოიკოტის აგიტაცია, როგორც ესეთი ზოგადი რამის, არამედ კონკრეტული ინიციატივების გაკეთება, რომელიც მაგალითად აჩვენებს ხალხს, რომ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო გადაიქცა ქართული ოცნების ინსტრუმენტად. ეს უკვე აღარ გვეკუთვნის ჩვენ. პოლიცია, სასამართლო, იუსტიციის სახლი, ყველა იმ ინსტიტუციის უმრავლესობა, რომელიც წარმოადგენდა საერთო, ასე ვთქვათ, მოქალაქეობრივ საკუთრებას, თანდათანობით დგება ქართული ოცნების სამსახურში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გადასახადები ყველამ უნდა გავიაზროთ, ხომ? ნებისმიერი ამორტყმული ჩეკი მიდის იქითკენ, რომ დააფინანსოს ძალადობა საკუთარ მოქალაქეზე.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გაიგოს მოსახლეობამ. აი, როდესაც ამის შეგნება მოხდება, ჩვენ ხვდებით უკვე იმას, რომ რეალურად საქართველოს მთავრობა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებულ ძალას, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ამის გაგება, ჩემი აზრით, შესაძლებელი იქნება. ამის გაგება შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გარეშეც, იმ პირობებში, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ და ჩვენთვის განსაკუთრებით რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ჩვენ ახალი ორგანიზაცია ვართ, ახალი პარტია ვართ, ხო? ბევრი ამბობს, რომ აი თქვენ საერთოდ არ იგრძნობით, აბა რა მხარდამჭერით ისეთი პარტიები, რომელთაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვთ, ხომ, რეალურად და მაინც ვერ აღწევდნენ ხოლმე წარმატებას. აი ამ დროს, აი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ რეალურად ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ ამ პირობებში ხომ მონაწილეობა ჩვენთვისაც კი მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის უდიდესი რისკის მატარებელია ხომ საერთო საქმისთვის იქნება უმჯობესი რომ არ მივიღოთ მონაწილეობა. მაშინ იქნებ ამ მიხსნად შეიძლება ბატონ ლევან ნაფიქრი გექნებათ, რადგან პარტიული კონსენსუსის საგანი ყოფილა ეს გადაწყვეტილება, რა პროცესის მონაწილე ან ინიციატორი უნდა იყოთ, რომელიც თუ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არა, თუ მანამდე საერთოდ ერთობლივი ოპოზიციური შეთანხმების და განაცხადის წარდგენა არ არის, რომ ესა და ეს პირობები მოიტა და ამ შემთხვევაში ვიფიქრებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს ეტაპი საერთოდ რატომღაც ამოაგდეთ. ყველა, რაც აბსოლუტურად გაუგებარი არის ამ შემთხვევაში, ხო? თუ ამასაც არ აკეთებთ, რომ ამისგან პოლიტიკური პროცესი შექმნილიყო, საერთოდ რის გამო უნდა გახდეთ შესამჩნევები, მარტო რაღაცა ცენტრალური მედიისთვის კი არა, არანაირი ამბიციით არ გელაპარაკებით, უბრალოდ რა საინფორმაციო საბაბები უნდა შექმნათ, თუ კი უბრალოდ საგანმანათლებლო საქმიანობას აპირებთ, მაგ საქმეში ორივეს იმდენად დიდი საქმე გაქვთ უკვე ნაკეთები და გამოცდილებიც ხარ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ძალიან ბევრი კომპლიმენტი გითხრათ, ხო? დემოკრატიული სკოლები, ზუსტად იმ ქალაქებში, ესე რა ქვია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებდა და ასე შემდეგ. ხო, ანუ ის არ არის საკმარისი ამ ეტაპზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური პროცესი არის მნიშვნელოვანი და რა ალტერნატიული პროცესი გაქვთ ამისთან წარმოდგენილი, რომელიც აი ესე მოაცოცხლებდა ამას ყველაფერს და მე მეც გეტყვით, საერთოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მოსახლეობის იმ ნაწილის ამოძრავების, ვიზეს თქვენ ახლა აქცენტს აკეთებდით, ამაზე ბევრი მისაუბრია ამ სტუდიიდანაც, ერთ-ერთი და ერთადერთი რამაც ის შეიძლება ამოძრავს, ისეთ თემებია, როგორც სოციალური პრობლემატიკა არის, კრიმინალის მატება ქვეყანაში და ასე შემდეგ, რომლებიც მათ უშუალოდ შეეხებათ და კი ეხებათ, მაგრამ ამას თავის დინამიკა, თავის დრო აქვს და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ის ვიზეს თქვენ ლაპარაკობთ, ანუ საშუალო შედარებით უფრო განათლებული საზოგადოება ნაწილის, მათ შორის საჯარო სამსახურებში და ასე შემდეგ. მე პრობლემას იმაში კი არ ვხედავ, რომ ეს ხალხი ცოტა, პირიქით, ეს ხალხი ძალიან ბევრია. და მათ უჩვენებია თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში რამდენიც არიან. პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხის მობილიზებას ვერ ახდენს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. და რა არის ის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტი მაშინ, რომელიც თუ ის თვითმმართველობა ნებისმიერი სხვა რაღაცა არა, ამის პარალელურ პროცესს ეფექტურს აჩენს. მე ვფიქრობ, არჩევნებში არ მონაწილეობა გაქრობით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არაფერს არ გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც, რა ვიცი, ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რას ვაპირებდით ამ წინააღმდეგობის გასაძლიერებლად და ამას მივყვებით. რას უნდა აკეთებდეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დღევანდელ ვითარებაში და რაში ჩავდებთ ჩვენ მთავარ ძალისხმევას. უპირველეს ყოვლისა წინააღმდეგობის გაძლიერებაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თავისუფლების მოედნის წარმომადგენლები, ლიდერები ყველანი ვართ ორგანული ნაწილი იმ წინააღმდეგობის და პროტესტის, რომელიც თბილისშიც და სხვაგანაც იმართება. ჩვენი თაოსნობით ყოველ ხუთშაბათს უზენაეს სასამართლოსთან იკრიბება საპროტესტო შეკრება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლურ და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, იმიტომ რომ იმ კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიგვაქვს ის თუ რა ხდება ამ სასამართლოებში. ბათუმი იქნება, ქუთაისი იქნება, თელავი თუ სხვა ქალაქები, ჩვენი წარმომადგენლები არიან ლიდერები წინააღმდეგობის. თავისუფლების ფონდი, რომელიც ჩვენი ეროვნული საბჭოს ასევე წევრმა შექმნა, 80,000 ლარი შეაგროვა და გადაურიცხა და დაეხმარა იმ ადამიანებს, რომელთაც უსამართლოდ დააჯარიმეთ, ხო? არ ვიცი, შეიძლება სხვა პარტიები მეც აკეთებენ, მაგრამ მე არ ვიცი. ეს ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომელიც კიდევ რაღაცები, რომელიც აქამდე გავაკეთეთ და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ წინააღმდეგობის გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი
ძალისხმევა ჩავდოთ და კიდევ ახალი ფორმები, ახალი მეთოდები და მიდგომები შემოვიტანოთ თამაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩემი აზრით პოლიტიკური პროცესი ახსენეთ თქვენ, ხო? პოლიტიკური პროცესი არ არის მხოლოდ საარჩევნო საარჩევნო პროცესი. ჩვენ რაზეც სამუშაო გვაქვს და რაზეც სხვათა შორის თუ შევხედავთ საუკეთესო გამოცდილებას ავტორიტარიზმის დამარცხების ისტორიაში. არის ის, რომ ჩვენ ეხლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე და შეთანხმება იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ჩამოცილდება ძალაუფლებას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეთანხმებები გქონდეს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო ძალებთან იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი, არამედ იმისთვისაც, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ იმისათვის, რომ სახელები და გვარები შეიცვალოს თავრობის წევრებს, არამედ იმისთვის, რომ შეიცვალოს ის თუ როგორ კეთდება პოლიტიკა, როგორ იმართება სახელმწიფო. ამიტომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ დაგვიწყია არასდროს და არასდროს არ გაგვიკეთებია, მოდით სიმართლე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები, მაგრამ არავის არ აინტერესებდა ხოლმე აი საკვანძო საკითხების რეფორმა. იმ საკვანძო ცვლილებების მოხდენა, რომელიც დაგვაზღვევდა იმისგან, რომ დღეს არ აღმოჩენილიყავით ამ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ გავაძლიეროთ წინააღმდეგობა და შევქმნათ პოლიტიკური შინაარსი. წლების წინ მახსოვს მულტიპარტიული შეკრებები იყო სხვადასხვა ფორმატში, სადაც მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმაზე რაღაცა შეთანხმებები იყო მიღწეული. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა და ასე შემდეგ. მეოდნავადაც არ ასე ვთქვათ ვამცირებ მნიშვნელობას შინაარსობრივი დებატების, მუშაობის პროგრამების წარდგენის. ბოლოს და ბოლოს ყველა პოლიტიკური პარტიას თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე გრძელვადიანის და მოკლევადიანი კოალიციური შეთავაზებების რესურსი უნდა გქონდეს. მაგრამ ლევან ძალიან დიდი მადლობა და ბაკურსაც მინდა რომ მოვასწრო შევეკითხო თუ რამის დამატება მოგინდება ამის საშუალებას მოგცემთ. სწორად გამიგეთ მე არ ვცდილობ რაღაცა ისეთი ტიპის ხელოვნურად მოტანილი შეკითხვების მაგიდაზე დადებას, მაგრამ გეკითხებით ძალიან კონკრეტულ რამეს. ამ ტიპის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ჭირდება დროის მოკლე მონაკვეთში საგრძნობი შედეგების მიღწევა. ანუ ამ ხელისუფლებამ ამათმა თუ მოახერხეს მყარად ფესვების გადგმა, თუ მოახერხეს მათ შორის თქვენი მოკავშირე მთავარი სოციალური ფენების წარმომადგენლების საშუალო ფენის ამ ქვეყნიდან წასვლის იძულება მათი ძირითად დრო არ მუშაობს ამ გაგებით. იმაძეც ბევრი თვალსაზრისით არ მუშაობს, სანქციებია, ბევრი სხვა რაღაცები და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხის ადგილზე მობილიზების კუთხით, ხო, პრობლემები ჩდება. რას დრო გადის ოპოზიციის მიმართაც ბევრი კითხვებია, ერთმანეთზე გადაბრალების მეტი აუცილებლობა ჩნდება. ეს კიდევ უფრო ასუსტებს საერთო ოპოზიციისადმი დამოკიდებულებას, ხო, საზოგადოების და ასე შემდეგ და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ რევოლუციის მოხდენა თქვენ არ გინდათ? არ ვქით. არა, იმიტომ რომ განაცხადშიც მახსოვს, რომ რევოლუციური იმის წინააღმდეგები ხარ და ასე შემდეგ. ამ არჩევნების და ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილეობა თქვენ არ გინდათ? რა გინდათ მაშინ როგორ აპირებთ რომ რამე შეცვალოთ? აი ნახეთ, მე მთლად არ დავეთანხმებოდი იმას, რომ ჩვენ თითქოს ყველა გზა გადავჭერით და ამ განცხადებით თქვით, რომ არასოდეს არავითარ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. პირიქით, აი იმ პირველ აბზაცშივე ჩანს, რომ ჩვენი პარტია ყოველთვის, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა იყოს, არსებობს იმ მიზნისთვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს, მაგრამ სანამ არის თქვათ პოლიტპატიმრები ამ მდგომარეობაში, სანამ არის ისეთი კანონმდებლობა, როგორიც არის, სანამ არის სასამართლო ესე და ჩამოთვლილია ის ძირითადი პირობები, ხო, რომელიც ამ არჩევნებს აქცევს პირიქით მახეთ. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თუ კი ქართული ოცნება იძულებული იქნება უკან დაიხიოს ამ ძირითადი მიმართულებებით, ბუნებრივია ნებისმიერი პოლიტიკური. აი უნდა ვაიძულოთ როგორ? ერთი, ეს არის იმ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება, რაც არის და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს დინარაზე ან კობახიძე, რომ პირიქით სიამოვნებთ ეს სანქციები და იმას აგრძნობინებს, რომ საქართველოს სუვერენული ქვეყანაა და არასოდეს საქართველოს არ ყოფილა, თურმე ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს არის, ხო? არ ვიცი თუ იმას გულისხმობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით, ხო, შეიძლება ნამდვილად ასე იყოს. მაგრამ მეორეს მხრივ ხედავთ იმას, რომ თვითონ ხელისუფლების აი ცენტრში, რასაც ქვია, ხო, არის ისეთი ცვლილებები, რომელიც აგრძნობინებს ქართული ოცნების მომხრეებს, რომ მათი სამსახური
ქვეყნის წინააღმდეგ და ქართული ოცნების სასარგებლოდ არ ფასდება. ხდება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მინისტრების, მათი, ასე ვთქვათ, დამქაშების გადაყენება, ხომ? ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ეს არის არიჭერენ ყოველას ქონება რჩება, ზოგიერთ თანამდებობებიც აჯილდოებენ, თუმცა ბარათებს ვერ იყენებს ზოგიერთი მათგანი, მაგრამ თქვენ მაღაზე არ ნერვიულოთ ქეშად იმდენი უდებთ ოჯახში და სხვაზე გადაფორმებული ანგარიშები, რომ პრობლემა არის. თუმცა ნახეთ, აი მან ხომ სისტემა ლონდონში ევროკავშირში ვერ მიდია, მიუნხენში ცენტრალურ ჩემპიონთა თასის ფინალს ვერ ესწრებიან. ეს დისკომფორტი არის. ეს დისკომფორტი არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დიქტატურა თავისთავად, ხომ? ისეთი რამეა, რომ შენ როგორც კი ხელისუფლების ცენტრს ცილდები, ხომ? რაც არ უნდა ქეში კონდეს დარჩენილი, უფლებო ხარ. ნებისმიერ მომენტში ის ვინც ჩაგანაცვლა მის იმედზე ხარ მინდობილი მის კეთილნებაზე ხო ეს ხო არ არის დემოკრატია სადაც შენ აბალანსებს სხვადასხვა შენი ოჯახის წევრებიან და უმძიმეს მდგომარეობაში იგდებ თავს კი იმიტომ რომ ჯერ ერთი იმდენი რამე გაკეთებული რომ დაცვა გჭირდება უსამართლობა გაქვს ჩადენილი ხო ამიტომ ეს სიგნალი მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც დღეს ცრუმოწმეა რომელიც დღეს ამ რეჟიმის უსამართლო ასე ვთქვათ მართლობას აძლიერებს რომ არ ღირს ქართული ოცნების მხარდაჭერა და ამიტომ არის რომ ქართული ოცნება ძალიან წუხს ამ სიტუაციაზე და სინამდვილეში აი ხა ყველა გამოკითხვა აჩვენებს რომ მათ შორის ქართული ოცნების მომხრეები ერთ რამეზე თანხმდებიან იმათთან ვინც ქართული ოცნების მოწინააღმდეგეა რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში რაც არ უნდა თქვას ხომ აი ზარქუა მან კობახიძე მან დინარაძემ პირდაპირ ეთერში ძალიან კარგად იციან რომ პოლიტიკური კრიზისის სახეზე რომლის მსგავსი ამ ქვეყანაში პრაქტიკულად არასოდეს არ ყოფილა რა დიდი ხანია ერთპარტიული პარლამენტი აბსოლუტური ბოიკოტი პოლიტიკური პროცესის და მე ვიტყოდი რომ უპრეცედენტო არაღიარება თავისუფალი სამყაროს ქვეყნებიდან ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნება ქართული ოცნებისთვის. ავტორიტარულ ხელისუფლებას ჭირდება ძალიან ბევრი ჯგუფის და ძალიან ბევრი ადამიანის თანამშრომლობა. და ჩვენ ხედავთ, რომ ეს რაოდენობა იკლებს და ეს წრეც მცირდება და სუსტდება კიდეც. აი თქვენ სწრაფ შედეგებზე საუბრობდით, ხო? და გავიხსენოთ ქართული ოცნების მდგომარეობა არჩევნების წინა დღეს და ქართული ოცნების მდგომარეობა დღეს. ხომ? ეს არის რადიკალურად განსხვავებული პარტია. კი, იყენებს ბევრად უფრო უხეშ მეთოდებს. კი, გადავიდა კიდევ უფრო აბსურდული კანონმდებლობის მიღებაზე, კიდევ უფრო მეძეწოლაზე, მაგრამ შედეგად რამე იყო? წინააღმდეგობა გრძელდება და ის აღმოჩნდა გარიყული, იზოლირებული, სანქცირებული პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს სცემენ. რომელთაც ძალით უნიშნავენ დაცვას, რომ ვიღაც სადღაც არ გაიქცეს და პოლიტიკური თავშესაფარი არ იპოვოს. პარტია, რომელიც იძულებულია ესეთი უაზრო კანონები და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, როგორც არის სტუდენტების ციხეში, დამწყები იმის გამო, რომ ქუჩაში აღარ გამოესვლება. გოგონა სტუდენტების. აი ეს ძალიან სამარცხვინო აქცია. ამიტომ ქუჩაში და ეს გახდა პარტია, რომელიც არის იღება და შეგუება ამასთან არის სრულიად წარმოუდგენელი, მით უმეტეს დღეს დამატებითი ინფორმაციები მოვისმინეთ ჩვენ თავად იზოლატორის მდგომარეობაზე, სადაც ერთ-ერთი მათგანი თათია აფრიამაშვილი არის მოთავსებული და ასე შემდეგ, საერთოდ ამ ადამიანებს არ არის აუცილებელი მანდა მაინც გოგო ყავდეს შვილად, მაგრამ აი გოგო შვილები ვისაც აკყავთ ღამერანერად ძინავთ საერთოდ ასეთ ადამიანებს ხელისუფლებაში დაწყებული მოსამართლე და იმათ კიდევ ვინც გადაწყვეტილებებს ბრალდების სახით იღებს პოლიტიკურზე აღარ ვლაპარაკობ ისინი ცდილობენ ასეთი იმიჯის გავრცელება საკუთარ თავზე რომ ეს არის მონოლითური სისტემა აბსოლუტურად არ არის მონოლითური სისტემა ეს რომ მონოლითური სისტემა იყოს ჩვენ არ ვნახავდით ასეთ ცვლილებებს ეს რომ გონივრული სისტემა იყოს ჩვენ არ ვნახავდით ასეთ შეცდომებს და დანაშაულებს ეს რომ გამართული და სწორად მოქმედი ეფექტურ სტრატეგიაზე აწყობილი პოლიტიკა კონდეთ ჩვენ არ ვნახავდით იმ სურათებს რაც სასამართლოებში სადაც ეს სრულ მოწმეები სახეს მალავენ რომ იმ დარბაზში მსხდომა ადამიანებმა არ დაინახონ და მერე ბრალდებულებსაც კი ვერ ადებენ ხელს ამბობენ რომ მე რა ვიცი აი ვინმე სროლა რაღაცა ეს ხალხი იყო ეკითხებიან
ბრალდების მოყვანილი მოწმეები და ამბობენ რომ არ ვიცი ხელებში ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ შიგნით უკვე არის დაპირისპირება შიგნით არის დაუმორჩილებულობაც იმიტომ რომ ამ ხალხს რა უნდა ამათ უნდა რომ მოიყვანონ მოწმე და პირდაპირ ხელი დაადებინონ ვიღაცებს ჩვენ ვხედავთ უკმაყოფილებას ძალოვან სისტემაში ვხედავთ უკმაყოფილებას სასამართლო სისტემაში ყველგან ეხლა იმათ ნარატივს არ უნდა მივყვეთ ჩვენ ხო ისინი რა თქმა უნდა დაჯდებიან თავის პროპაგანდისტულ არხებზე და იტყვიან ჩვენ მაგრები ვართ ყველაფერი კარგად არის როგორ არის ყველაფერი კარგად როცა საბანკო ბარათის აღარ აქვს აი ეგ არის არ არიან კარგად ჩვენ შეიძლება ვიღებთ ზიანებს ადამიანებს ატყუებენ ძალიან სამწუხარო ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს იქ ნებისმიერ უახლოეს მომავალშიც ხო მაგრამ იმათ ვითარებას შევხედოთ ისინი არიან კუთხეში მომწყდეული დაბნეული დაჯგუფება და ჩვენ მათზე აუცილებლად გავიმარჯვებთ მადლობა ლევან და ბაკურ